1913 წლის 17 იანვარი. დუგლას მაუსონი ანტარქტიდის უკაცრიელ სივრცეში სრულიად მარტოა და ყინულზე ხის მარხილს მიათრევს. ყოველი ნაბიჯი მის დაზიანებულ ტერფებს აუტანელ ტკივილს აყენებს. კანის სხეულიდან სცილდება, თმას სვივა, მისი ორივე თანამგზავრი კი მკვდარია. ბაზამდე ჯერ კიდევ ათეულობით კილომეტრია დარჩენილი. მაუსონი ახკაზმულობას მთელი სხეულით აწვება და მარხილს წინ მიათრევს. უეცრად ფეხქვეშ საყრდენი ეცლება. ნაპრალის თავზე გადაფარებული თოვლის თხელი ფენა ინგრევა და მაუსონი ანტარქტიდის ღრმა ნაპრალში ვარდება. მაგრამ გაუმართლა და მარხილი ნაპრალის კიდეზე იჭედება. მისგან დაახლოებით 4 მეტრით ქვემოთ დუგლას მაუსონი წვრილ თოქზე ჰგიდია. ეს თოქი ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ის ჯერ კიდევ ცოცხალია. ნაპრალი იმდენად ღრმაა, რომ ძირი არ უჩანს. ახლოს არავინაა. მაუსონის ერთი თანამგზავრი აქედან დაახლოებით 160 კილომეტრის მოშორებით თოვლის ბლოკების ქვეშ არის დამარხული. მეორე კი რამდენიმე კვირით ადრე მსგავს ნაპრალში გაუჩინარდა. დუგლას მაუსონი 1882 წელს ინგლისში დაიბადა. თუმცა ჯერ კიდევ ბავშვობაში მისი ოჯახი საცხოვრებლად ავსტრალიაში გადასახლდა. თავდაპირველად მისი მისწრაფებები შორს იყო პოლარული მკვლევრის კარიერისგან. მან სამთო ინჟინერია და გეოლოგია შეისწავლა და აკადემიურ საქმიანობას მიჰყო ხელი. როგორც ადელაიდას უნივერსიტეტის ლექტორმა. კლდეებისა და ქანების შესწავლა მას დროშების აღმართვაზე, რეკორდების დამყარებასა და საზოგადოებრივ აღიარებაზე მეტად იზიდავდა. თუმცა 1907 წელს სწორედ გეოლოგიის ღრმაცოდნა გახდა მიზეზი იმისა, რომ იგი ერნესტ შეკლტონის სახელგანთქმულ ანტარქტიკულ ექსპედიციაში მიიწვიეს. ამ მოგზაურობისას მაუსონმა არაერთი ისტორიული მნიშვნელობის გმირობა ჩაიდინა. მან მონაწილეობა მიიღო მოქმედ ვულკან ერებუსზე პირველ წარმატებულ ასვლაში და შედიოდა იმ მცირე ჯგუფის შემადგენლობაში, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში პირველად მიაღწია სამხრეთ მაგნიტური პოლუსის რეგიონს. ეს წარმოუდგენლად მძიმე ლაშქრობა 122 დღეს გრძელდებოდა. გზად ექსპედიციის წევრებს მოუხდათ შიმშილის, მოყინვისა და სრული ფიზიკური გამოფიტვის ატანა. პარალელურად კი ასობით კილომეტრის მანძილზე მძიმედ დატვირთული მარხილების ხელით თრევა. ავსტრალიაში დაბრუნებული მაუსონი უნიკალური, ფასდაუდებელი გამოცდილების მფლობელი იყო, რაც იმ ეპოქაში მსოფლიოში სულ რამდენიმე ადამიანს თუ გააჩნდა. მოგვიანებით, როდესაც რობერტ ფალკონ სკოტმა მას თავის ექსპედიციაში შესთავაზა ადგილი სამხრეთ პოლუსის დასაპყრობად, მაუსონმა უარი განაცხადა. უბრალო გეოგრაფიული წერტილის დაპყრობა მას არ აინტერესებდა. ნაცვლად ამისა, მას ანტარქტიდის სანაპიროს ის უზარმაზარი, ავსტრალიის სამხრეთით გადაჭიმული მონაკვეთი იზიდავდა, რომელიც იმ დროისთვის თითქმის სრულიად შეუსწავლელი რჩებოდა. მაუსონს სურდა ამ ტერიტორიის გამოკვლევა, მისი მეცნიერული შესწავლა და რუკაზე დატანა. სწორედ ამიტომ, მან საფუძველი ჩაუყარა საკუთარ, სრულიად დამოუკიდებელ, ავსტრალიურ სამეცნიერო ექსპედიციას. 1911 წლის 2 დეკემბერს ექსპედიციის გემი ავრორა ჰობარტიდან გავიდა. მისი მიზანი სულაც არ ყოფილა სამხრეთ პოლუსზე დროშის აღმართვა. ექსპედიციის წევრებს უნდა ჩაეტარებინათ ფართომასშტაბიანი სამეცნიერო კვლევები გეოლოგიაში, მეტეოროლოგიაში, მაგნეტიზმში, ბიოლოგიასა და ოკეანოგრაფიაში. გარდა ამისა, მათ ამოცანას წარმოადგენდა სანაპიროს ვრცელი მონაკვეთების რუკაზე დატანა და უზარმაზარ ტერიტორიაზე რამდენიმე ბაზის დაარსება. მაკუორის კუნძულზე უსადენო საკომუნიკაციო სადგური აშენდა. დასავლეთის ბაზა კი იქიდან 2000 კილომეტრზე მეტის დაშორებით დაარსდა. მაუსონი კომონუელთის ყურის სანაპიროზე, კეიპ დენისონის მთავარ ბაზას ხელმძღვანელობდა. კაცრი ანტარქტიკული ზამთარი იქ ექსპედიციის 18-მა წევრმა გაატარა. ისინი ხის ხოხს აფარებდნენ თავს. მაშინ როცა კონტინენტის შიდა ნაწილიდან გამანადგურებელი ქარები უბერავდა. გარეთ დატოვებული აღჭურვილობა მყისიერად იკარგებოდა თოვლის საფარქვეშ და შენობებს შორის უბრალო გადაადგილებაც კი ხშირად სიცოცხლისთვის სახიფათო ხდებოდა. მთელი ზამთრის განმავლობაში მკვლევარები შეუჩერებლად აგროვებდნენ სამეცნიერო მონაცემებს და ზაფხულში მარხილებით დაგეგმილი ლაშქრობებისთვის ემზადებოდნენ. ნოემბრის დადგომისთანავე შეუსწავლელი ტერიტორიების გამოსაკვლევად 6 დამოუკიდებელი ჯგუფი გაიგზავნა. მათ შორის ყველაზე ამბიციურ ჯგუფს გეზი შორეულ აღმოსავლეთისკენ უნდა აეღო და მაუსონმა გადაწყვიტა ამ მისიას პირადად ჩადგომოდა სათავეში. მისი თანამგზავრები 23 წლის ბრიტანელი სამხედრო ოფიცერი ბელგრეივ ნინისი და შვეიცარიელი იურისტი, პროფესიონალი მოთხილამურე ხავიერ მერცი გახდნენ.
ექსპედიციაში ორივე მათგანს გრენლანდიურ ჰასკებზე ზრუნვა ევალებოდა. ისინი ახალგაზრდა, ფიზიკურად უაღრესად ძლიერი და მარხილის ძაღლებთან მუშაობაში გამოცდილი ადამიანები იყვნენ. 1912 წლის 10 ნოემბერს მკვლევართა სამეული კეიპ დენისონიდან დაიძრა. ექსპედიცია აღჭურვილი იყო 3 ხის მარხილით, ძაღლების 2 გუნდითა და თითქმის 2 თვის სამყოფი მარაგით. მოგზაურობის საწყის ეტაპზე ერთი დასუსტებული ძაღლის დაღუპვის შემდეგ მათ აღმოსავლეთისკენ გზა 16 ძაღლით განაგრძეს. მათი მთავარი ამოცანა შორეული სანაპიროს რუკაზე დატანა. გეოლოგიური ნიმუშების შეგროვება და მაგნიტური თუ მეტეოროლოგიური დაკვირვებების ჩატარება იყო. გეგმის მიხედვით, ბაზაზე ისინი არაუგვიანეს 15 იანვრისა უნდა დაბრუნებულიყვნენ. გამგზავრებამდე მაუსონმა წერილი მისწერა თავის საცოლეს, პაკიტას. მან უთხრა, რომ 2 საიმედო თანამგზავრი ჰყავდა და ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნდა, რომ მათ რაიმე დაემართებოდათ. მოგზაურობის პირველ ეტაპზე მისი თავდაჯერებულობა გამართლებული ჩანდა. ძაღლები სწრაფად მოძრაობდნენ. პლატოს ხელსაყრელ ფერდობებზე მაუსონსა და ნინის მარხილებზე ჯდომაც კი შეეძლოთ. მერცი კი მათ წინ თხილამურებით მიდიოდა. ისინი ანტარქტიკული ზაფხულის მზის ქვეშ დიდ მანძილებს ფარავდნენ. მაგრამ ერთი შეხედვით გლუვის ზედაპირის ქვეშ ფარული ნაპრალების მთელი ქსელი იმალებოდა. ნაპრალებზე თოვლის თხელი ხიდები იყო წარმოქმნილი და ზემოდან ისინი ხშირად მყარი ზედაპირისგან არაფრით განსხვავდებოდნენ. ჯგუფმა ასობით ნაპრალი გადაკვეთა. ძაღლები ხშირად ამტროდნენ ზედაპირს და თოვლში ვარდებოდნენ. რის შედეგადაც მკვლევარებს მათი აღგაზმულობით ამოთრევა უწევდათ. მათ გადაადგილების სპეციალური სისტემა შეიმუშავეს. ერთი მათგანი წინ მიდიოდა და სათხილამურო ჯოხი თოვლის სიმტკიცეს ამოწმებდა. მას ძაღლების პირველი გუნდი, შემდეგ კი მეორე გუნდი მოყვებოდა. მათ სჯეროდათ, რომ თუ თოვლის ხიდი ჩაინგრეოდა, ყველაზე დიდი ალბათობით სწორედ პირველი მარხილი ჩავარდებოდა. ამიტომ აუცილებელი მარაგის უმეტესი ნაწილი, საკვების დიდი წილი, კარავი და სათადარიგო ტანსაცმელი ბოლო მარხილზე მოათავსეს, რომელსაც ყველაზე ძლიერი ძაღლები შეაბეს. ეს უფრო უსაფრთხო გადაწყვეტილებად მიაჩნდათ. სინამდვილეში კი სწორედ ამ საბედისწერო არჩევანმა განაპირობა ის, რომ მოახლოებული კატასტროფის შემდეგ მათი გადარჩენა თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. 4 დეკემბრისთვის მკვლევარებს კეიპ დენისონიდან უკვე 500-მდე კილომეტრი ჰქონდათ გავლილი. ისინი თავიანთი მარშრუტის უკიდურეს წერტილს უახლოვდებოდნენ და უკან დასაბრუნებლად ემზადებოდნენ. იმ დილით უჩვეულოდ კარგი ამინდი იდგა. ზენათლად ანათებდა. ძაღლები მარხილებს ენერგიულად მიათრევდნენ. მერცი კი გზას მათ წინ თხილამურებით მიიკვლევდა და გერმანულ სტუდენტურ სიმღერებს მღეროდა. როგორც მოგვიანებით მაუსონი თავის ჩანაწერებში აღნიშნავდა, იმ წამს ერთხელ მაინც ყველაფერი სრულ ჰარმონიაში იყო. მერცმა თოვლზე ძნელად შესამჩნევი ხაზი გადაკვეთა და ნიშნის მისაცემად სათხილამურო ჯოხი წამით მაღლა ასწია. მაუსონი პირველი მარხილით მას კვალდაკვალ მიხვებოდა. მან ნაპრალის მკვეთრი კონტური შენიშნა და უკან ახლოს მყოფ ნინის გასაფრთხილებლად გასძახა. შემდეგ კი ისევ წინ გაიხედა. არ ყოფილა არც ხმაური, არც ყვირილი. გაისმა მხოლოდ ძაღლის სუსტი წკმუტუნი. როდესაც მაუსონმა უკან მოიხედა, მის უკან დარჩენილი თოვლიანი გზა სრულიად სარიელი დახვდა. ნინისი, ძაღლების მთელი გუნდი და მძიმედ დატვირთული მარხილი უკვალოდ გამქრალიყო. მაუსონი უკან გაიქცა და 3 მეტრზე მეტი სიგანის ნაპრალს მიადგა. ნაპრალამდე მარხილის 2 კვალი მიდიოდა. მის მეორე მხარეს კი მხოლოდ ერთი გრძელდებოდა. მაუსონი და მერცი სიბნელეში ნინისის სახელს გაჰყვიროდნენ. პასუხი არ ისმოდა. ძალიან ქვემოთ, დაახლოებით 45 მეტრის სიღრმეში, ერთ დაშავებულ ძაღლს მოჰკრეს თვალი, რომელიც ყინულის შვერილზე მოძრაობდა. დანარჩენები ნაპრალის სიღრმეში გაუჩინარებულიყვნენ. მათთან ჩასასვლელად თოკი საკმარისად გრძელი არ იყო. მაუსონი და მერცი საათების განმავლობაში ნაპრალთან რჩებოდნენ. ნინის ეძახდნენ და სიცოცხლის რაიმე ნიშანს ეძებდნენ. მაგრამ ამაოდ. ნინისი მხოლოდ მათი მეგობარი და თანამგზავრი არ ყოფილა. სწორედ მის მარხილზე ეწყო იმ მარაგის უმეტესობა, რომელიც მათ გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ სჭირდებოდათ. კარავი, საკვების უდიდესი ნაწილი, სათადარიგო ტანსაცმელი და 6 ყველაზე ძლიერი ძაღლი სამუდამოდ დაიკარგა. ისინი კეიპ დენისონიდან დაახლოებით 500 კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდნენ. მათ მხოლოდ 10 დღის სამყოფი საკვები შერჩათ. მაშინ როცა უკან დაბრუნება სულ მცირე 30 დღე დასჭირდებოდა. მაუსონმა და მერცმა ნაპრალის პირას ილოცეს და გეზი უკან, დასავლეთისკენ აიღეს. მათ მხოლოდ 6 დასუსტებული ძაღლი,
ერთი დაზიანებული მარხილი და კარვის სათადარიგო საფარი შერჩათ, რომელსაც საყრდენი ჯოხებიც კი არ გააჩნდა. სხვა მრავალი პოლარული ექსპედიციისგან განსხვავებით, მათ წინსვლისას გზად საკვების საწყობები არ მოუწყვიათ, რადგან თავდაპირველად უკან სულ სხვა მარშრუტით კონტინენტის შიდა ნაწილიდან დაბრუნებას გეგმავდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საბედისწერო ნაპრალსა და ბაზას შორის გადაჭიმულ უკიდეგანო სივრცეში მათ არც საკვების მარაგი ეგულებოდა და არც რაიმე სახის თავშესაფარი. გადარჩენის ერთადერთ გამოსავლად საკვების რაციონის მკვეთრად შემცირება და დარჩენილი ძაღლების ეტაპობრივად მოკვლა რჩებოდა. პირველ რიგში ყველაზე დასუსტებული ცხოველი მოკლეს. მისი ხორცი კი მაუსონს, მერცსა და გადარჩენილ ჰასკებს შორის განაწილდა. როდესაც რომელიმე ძაღლი გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა, იგივე პროცესი მეორდებოდა. ექსპედიციამდე მერცი თითქმის ვეგეტარიანელი იყო. ახლა კი იძულებული გახდა ეჭამა იმ ცხოველების ხორცი, რომლებიც თავად გაზარდა, გაწვრთნა და ზრუნავდა. ძაღლის ხორცი უკიდურესად უხეში და მაგარი იყო, ღვიძლი კი რბილი, ნოყიერი და შედარებით მარტივად შესაჭმელი. არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რომ ჰასკის ღვიძლი ავიტამინის განსაკუთრებით მაღალ კონცენტრაციას შეიცავს, რის გამოც მისი დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზმისთვის მომწამლელია. თანამედროვე სამედიცინო დასკვნების მიხედვით, ავიტამინის ჭარბი დოზით ინტოქსიკაცია შესაძლოა მართლაც გადამწყვეტი როლი ეთამაშა შემდგომ განვითარებულ მოვლენებში. თუმცა, მდგომარეობას არანაკლებ ამძიმებდა უკიდურესი შიმშილი, ყინვა, ორგანიზმის სრული გამოფიტვა და სხვა თანამდები დაავადებები. შობისთვის მაუსონსა და მერცს უკან დასაბრუნებელი გზის მხოლოდ ნახევარი ჰქონდათ გავლილი. ძაღლები ერთმანეთის მიყოლებით იხოცებოდნენ. მერცის მდგომარეობა და ქცევა კი საგრძნობლად უარესდებოდა. მან მადა დაკარგა, თითები მოეყინა და კარგ ამინჩიც კი გამუდმებით შესვენებას ითხოვდა. მალე ორივე სხეულზე კანი აექერცლათ, თმა დასწვივდათ, ხოლო ტანსაცმლის ქვეშ მტკივნეული ღია ჭრილობები გაუჩნდათ. საბოლოოდ, მერცი იმდენად დაუძლურდა, რომ ფეხზე დგომაც კი ვეღარ შეძლო, რის გამოც მაუსონი იძულებული გახდა, მარხილზე დაეწვინა და თავად ეთრია. 6 იანვრისთვის კეიპ დენისონამდე ჯერ კიდევ 160 კილომეტრი რჩებოდა. სავსებით ჯანმრთელი საექსპედიციო ჯგუფისთვისაც კი ეს ნელად დასაფარი მანძილი იქნებოდა. ხოლო ორი უკიდურესად გამოფიტული ადამიანისთვის, რომლებსაც ძაღლები თითქმის აღარ ჰყავდათ, ეს გზა დაუსრულებელი ჩანდა. მარხილზე მწოლიარე მერცი ვეღარ თბებოდა, ამიტომ მაუსონი იძულებული გახდა, გაჩერებულიყო და კარავი გაეშალა. მომდევნო დილით მერცს კრუნჩხვები დაეწყო. გონება მცირე ხნით დაუბრუნდა, თუმცა მალევე შეტევა განმეორდა. დღის განმავლობაში იგი თანდათან ბოდვაში გადავიდა. მაუსონი მას თავს უწევდა, რათა კაკაო და ხორცის თბილი ბულიონი მიეცა. ეგონა, მერცს ჩაეძინა. 2 საათის შემდეგ მაუსონმა კარვის მეორე მხარეს ხელი გაიწოდა და აღმოაჩინა, რომ მისი თანამგზავრი სხეული უკვე გაცივებულიყო. ხავიერ მერცი 1913 წლის 8 იანვარს გამთენიისას გარდაიცვალა. მაუსონი სრულიად მარტო დარჩა. ყველა, ვინც მასთან ერთად კეიპ დენისონიდან წამოვიდა, უკვე დაღუპული იყო. მაუსონმა მერცის აძილე ტომარაში გაახვია. სხეული გარეთ გაიტანა და თოვლის ბლოკებისგან დაბალი კედელი შემოავლო. ზედგი მარხილის ნაწილებისგან შეკრული ჯვარი დაადო. ამის შემდეგ, იგი მარტო, თითქმის უიმედო მდგომარეობაში მყოფმა გზის გაგრძელებისთვის მომზადება დაიწყო. დარჩენილი მარხილი ერთი დასუსტებული კაცისთვის ზედმეტად მძიმე იყო. პატარა ჯიბის ხელსაწყოს გამოყენებით მაუსონმა მარხილი შუაზე გადახერხა. ერთ-ერთი სასრიელოს ნაწილი ანძად გადააკეთა. აღჭურვილობა მინიმუმამდე შეამცირა და თითქმის ყველაფერი დატოვა, რაც გადარჩენისთვის აუცილებელი არ იყო. თუმცა, მან ექსპედიციის ჟურნალები დაიტოვა. შეინარჩუნა მერცის დღიურიც. დამატებითი წონის მიუხედავად, თან წაიღო ჯგუფის მიერ შეგროვებული გეოლოგიური ნიმუშების ნაწილიც. თუ მაუსონი მოკვდებოდა, სურდა, რომ ვინმეს მათი სამეცნიერო ნაშრომი და მოგზაურობის ჩანაწერები ეპოვა. 11 იანვარს, 2 კილომეტრის გავლის შემდეგ, ტერფების ტკივილი აუტანელი გახდა. მაუსონი მარხილზე ჩამოჯდა და ფეხსაცმელი გაიხადა. ორივე ფეხის გულის სქელი კანი თითქმის მთლიანად მოძრობოდა. წინდები კი სითხით ჰქონდა გაჟღენთილი. მან დაუცველ ქსოვილზე მალამო წაისვა. ფეხები შეიხვია. ზემოდან 6 წყვილი შალის წინ და ჩაიცვა და გზის გაგრძელება შეეცადა. ყოველი დღე გამოთვლებით იწყებოდა. რამდენი საკვების ჭამა შეეძლო.
რამდენად შორს შეძლებდა წასვლას, რამდენი ენერგია უნდა შეენახა კარვის გასაშლელად. თმა და წვერი ბღუჯებად ცვიოდა, სხეული კი ღია ჭრილობებით ჰქონდა დაფარული. მაგრამ ბაზა დასავლეთით იყო და სანამ მაუსონს დასავლეთისკენ გადაადგილების ძალა შერჩენოდა, მანძილი, ნელა, მაგრამ მაინც მცირდებოდა. ახლა კი ვუბრუნდებით იმ მომენტს, რომლითაც ეს ამბავი დავიწყეთ. მაუსონი ზედაპირიდან დაახლოებით 4 მეტრით ქვემოთ ჰკიდია. მისი სხეული ცარიელ სივრცეში ტრიალებს. ზემოთ, მარხილი ნაპრალის კიდიდან სულ მცირე მანძილზეა გაჩერებული. მაუსონი უკანასკნელ ძალებს იკრებს და თოქზე გაკეთებულ ერთ-ერთ კვანძს ეჭიდება. სხეულს ზემოთ სწევს. შემდეგ მომდევნო კვანძს წვდება. ნელ-ნელა ზედაპირისკენ მიიწევს. სანამ კერდით ნაპრალის კიდეს არ დაეყრდნობა. მაგრამ როდესაც ამოსვლას ცდილობს, კიდე ინგრევა და მაუსონი მეორედ ვარდება. თოკი მის აღკაზმულობაზე მთელი ძალით იჭიმება. თოვლი ტანსაცმელში ეყრება. შიშველი ხელები დაზიანებული აქვს, ხოლო პირველ ასვლაზე დახარჯული ძალა აღარ დარჩენია. ქვემოთ მხოლოდ სიბნელია. ერთი წამით მაუსონი ფიქრობს, რომ აღკაზმულობა უნდა გაიხსნას. ვარდნას იცივეს, შიმშილსა და ტკივილს თითქმის მყისიერად დაასრულებდა. მაგრამ ის ბრძოლას გადაწყვეტს. ხელებში დარჩენილი უკანასკნელი ძალით მაუსონი კვლავ იწყებს ასვლას. კვანძებს ეჭიდება და სხეულს ზედაპირისკენ მიათრევს. ამჯერად მყიფე კიდეზე წონას აღარ გადაიტანს. ნაპრალიდან პირველად ფეხებით ამოდის და სხეულს თოვლზე ფართოდ შლის. როდესაც საბოლოოდ ნაპრალს თავს აღწევს, თითქმის 1 საათის განმავლობაში გაუნზრევლად წევს. 29 იანვრისთვის მაუსონს მხოლოდ 900 გრამი საკვები ჰქონდა დარჩენილი. ის კვლავ ქარსა და მონაბერ თოვლში მიიწევდა წინ. როდესაც შორიდან რაღაც მუქი შენიშნა, თავიდან ეგონა ქვა იყო, მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდა, მით უფრო ნათელი ხდებოდა, რომ ეს ადამიანების მიერ აგებული თოვლის გროვა იყო. კეიპ დენისონიდან გამოსულ სამძებრო ჯგუფს ის აეშენებინა და ზემოდან საკვების ტომარა დაეტოვებინა. ლითონის ჭურჭელში წერილი აღმოჩნდა, რომელშიც მითითებული იყო ალადინის მღვიმისკენ მიმავალი მიმართულება და მანძილი. ალადინის მღვიმე ყინულში გამოკვეთილი მომარაგების აწყობი იყო, რომელიც მთავარი ბაზის ზემოთ მდებარეობდა. მღვიმე იქიდან დაახლოებით 37 კილომეტრში იყო. სამძებრო ჯგუფმა ეს გროვა იმავე დილის 8 საათზე დატოვა. მაუსონმა კი ის დაახლოებით დღის 2 საათზე იპოვა. წინა ღამით მაშველები და ადამიანი, რომელსაც ისინი ეძებდნენ, ერთმანეთისგან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით დაბანაკებულიყვნენ. თუმცა ანტარქტიდულ ამიდში ერთმანეთის შემჩნევა ვერ შეძლეს. მაუსონს საკვებმა ძალა მისცა. ბაზამდე მიღწევა შეუძლებლად აღარ ჩანდა. თუმცა დარჩენილი 37 კილომეტრის გასავლელად მას კიდევ 10 დღე დასჭირდებოდა. რამდენიმე დღის უკიდურესად დამქანცველი სიარულის შემდეგ, 1 თებერვალს მაუსონმა ალადინის მღვიმეს მიაღწია. შიგნით საკვები და თავშესაფარი იპოვა. თავარი ბაზა მხოლოდ 8 კილომეტრში იყო, მაგრამ ანტარქტიდის ამინდმა იგი კვლავ შეაჩერა. ძლიერმა ქარბუქმა მაუსონი მთელი კვირით ყინულის მღვიმეში გამოკეტა. ის ჭამდა, ეძინა და აღჭურვილობას არემონტებდა. 8 თებერვალს მაუსონმა გადაწყვიტა, რომ მეტხანს ლოდინი აღარ შეიძლებოდა. შემდეგ მოულოდნელად ქარმა შესუსტება დაიწყო. თეთრი ჰორიზონტი ნელ-ნელა გაიწმინდა და შორს, ქვემოთ, თითქმის 3 თვის ტანჯვის შემდეგ კეიპ დენისონის შენობები გამოჩნდა. როდესაც მაუსონმა ბოლო ძალების მოკრებით საბოლოოდ ბაზას მიაღწია, ჰორიზონტზე პატარა, თანდათან გაუჩინარებადი სილუეტი დაინახა. ეს ავრორა იყო. გემი კვირების განმავლობაში ამაოდელოდა მას. თუმცა, ზამთრის მოახლოების გამო, იძულებული გახდა. შორს დასავლეთში მდებარე ექსპედიციის მეორე ბაზისკენ აეღო გეზი. კეიპ დენისონზე 6 კაცი დარჩა, რათა მაუსონისა და მისი თანამგზავრების ძებნა გაეგრძელებინათ. გემის გამგზავრებიდან სულ რამდენიმე საათის შემდეგ მათ ყინულზე მომავალი მარტოხელა ფიგურა დაინახეს. ისინი 3 კაცს ელოდნენ, დუგლას მაუსონი კი მარტო დაბრუნდა. ავრორას უსადენო შეტყობინება გაუგზავნეს. გემი უკან შემობრუნდა, მაგრამ ძლიერმა ქარმა და მძიმე ტალღებმა ნაპირზე გემის გადასვლა შეუძლებელი გახადა. ავრორა იძულებული გახდა კვლავ წასულიყო. მაუსონმა ეს მოგზაურობა გადაიტანა, მაგრამ ახლა 6 კაცთან ერთად, რომლებიც მის მოლოდინში დარჩნენ,
ანტარქტიდაზე კიდევ ერთი ზამთრის გატარება მოუწევდა. დუგლას მაუსონი ავსტრალიაში 1914 წელს დაბრუნდა. მან იქორწინა პაკიტაზე, ქალზე, რომელსაც საბედისწერო მოგზაურობის დაწყებამდე წერილი მისწერა. მოგვიანებით მას ხელმძღვანელობისა და მიღწევებისთვის რაინდის წოდება მიენიჭა. ექსპედიცია ანტარქტიდის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო მისიად იქცა. მან რუკაზე დაიტანა აღმოსავლეთ ანტარქტიდის სანაპიროს უზარმაზარი მონაკვეთები. გამოიკვლია მანამდე უცნობი ტერიტორიები და მნიშვნელოვანი კვლევები ჩაატარა გეოლოგიაში, მეტეოროლოგიაში, ბიოლოგიაში, ოკეანოგრაფიასა და დედამიწის მაგნიტურ ველში. თუმცა არც ერთი ეს მიღწევა არ დაუკავშირდა მაუსონის სახელს ისე მჭიდროდ, როგორც 1912 და 1913 წლების მოგზაურობა. მის გადარჩენას ხშირად ნებისყოფის არაჩვეულებრივ გამოვლინებად აღწერენ, მაგრამ მხოლოდ ნებისყოფა საკმარისი ახსნა არ არის. ის გადარჩა, რადგან მარხილი ნაპრალის კიდესთან გაჩერდა, რადგან თოკმა გაუძლო, რადგან ერთ-ერთი კვანძი იმდენად ახლოს აღმოჩნდა, რომ მას მისვდებოდა, რადგან მას ჯერ კიდევ ჰქონდა აღჭურვილობის შესაკეთებლად საჭირო ხელსაწყოები და ცოდნა, რადგან სამძებრო ჯგუფმა საკვები ზუსტად იმ მარშრუტზე დაუტოვა, რომელსაც ის მიჰყვებოდა და რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც გადარჩენის კიდევ ერთი უმცირესი შესაძლებლობა ჩნდებოდა, მაუსონს ჯერ კიდევ ჰყოფნიდა ძალა, რომ ის გამოეყენებინა. მისი მოგზაურობა ერთი შეუძლებელი გაქცევა არ ყოფილა. ეს იყო გადარჩენების მთელი ჯაჭვი, რომლებსაც ერთმანეთისგან შიმშილი, ტკივილი და ყინულზე გავლილი კიდევ რამდენიმე კილომეტრი აშორებდა. ბელგრევი ნინისი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაუჩინარდა. ხავიერ მერცი ბაზიდან დაახლოებით 160 კილომეტრის დაშორებით გარდაიცვალა. მაუსონიც არაერთხელ აღმოჩნდა სიკვდილთან ძალიან ახლოს. მაგრამ 1913 წლის 8 თებერვალს ანტარქტიდის უკაცრიელ სივრცეში თითქმის 3 თვის გატარების შემდეგ თეთრი ჰორიზონტიდან ერთი მარტოხელა ფიგურა მაინც გამოჩნდა.